შენებლობის ღირებულების ინდექსის ცვლილება და ასევე შეფასებები მოლოდინებიც თუ როგორია უძრავი ქონების ბაზარზე. სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს ლევან მალბარტყალა, უძრავი ქონების ექსპერტი, საინვესტიციო კომპანია Lealtoris დამფუძნებელი. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. თქვენი მოლოდინები როგორ იცვლება იმ რიცხვების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ბაზარზე? სალამი, მადლობა მოწვევისთვის. მოლოდინები არ მაქვს სახარბიელო. სამწუხაროდ. სახარბიელო გაყიდვების თუ სახარბიელო ფასების ნაწილში? ფასების ნაწილში არ გვიჭირს სექტორს. ხო. ფასები რაც შეგვიძლია კარგი ფასების გამოგვეყრება არის. და შემდეგ იმ ფასებზე აქციების გაკეთება თუ ფასდაკლებების ეგ შეგვიძლია ნამდვილად. გაყიდვებს რაც შეეხება, მანდ ცოტა გვიჭირს და უკეთეს მოვისურვებდი. ცოტა გიჭირთ თუ მაინც საკმაოდ ჭირს, როგორია? ციფრებს რასაც დაუჯერებთ ხო? ანუ კვლევებს და რეალურად ბაზარზე რასაც უგრძნობთ ხა ადამიანები ვინც ვართ ჩართული და ასე ვთქვათ პულსზე გვიჭირავს ხელი, უგრძნობთ რომ ამ ეტაპზე არ არის სავალალო მდგომარეობა. არის კლება, მაგრამ არა ისეთი რომ პანიკური მდგომარეობა იყოს ბაზარზე. გამოსწორებადია. თუმცა მომავალში რა იქნება, ამის თქმა ძალიან რთულია. გამოსწორებადია რის ხარჯზე? ანუ რა მოლოდინი გაქვთ, რამ შეიძლება გამოასწოროს გაყიდვების კლება? გამოსწორებადი არის ორი ასპექტის გათვალისწინებით. ერთი საბანკო სესხებისზე გარკვეულწილად პროცენტები თუ შემცირდება, იმიტომ რომ რეალურად ბოლო პერიოდში ვიცით რომ ძალიან გაზრდილია იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი, საშუალო არის 12-13%. ეს ნეგატიურად აისახება იმ მყიდველ ის მოთხოვნებზე, ვისაც უნდა უძრავი ქონების ყიდვა, იმიტომ რომ საკმაოდ უძვირებს ყოველთვიურ შენატანს ბინაზე, როცა ბინის ფასი კიდევ უფრო გაზრდილია. ამ დროს და ამიტომ თავს იკავებს ადამიანი ყიდვისგან. ეს ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორი არის რეალურად მოლოდინები. მოსახლეობაში რა მოლოდინები არის? ეს მოლოდინები არის რაღაცა არასტაბილურობის განცდა არის და რთულად იღებენ გადაწყვეტილებას რაღაცა 10 წლიანი თუ 15 წლიანი სესხის აღებისთვის და ესეთი გრძელვადიან ინვესტიციისთვის. თავისთავად გართულებულია ისედაც, ანუ არც ისე ადვილად ამტკიცებენ უკვე ბანკები იპოთეკურ სესხებს, გარდა იმისა, რომ გაძვირებული. იმიტომ რომ ეს მოლოდინები მოსახლეობასგან და რეალურად ის ადამიანები მუშაობენ ბანკებში, ხო ვინც სესხს ამტკიცებენ, ხო? ანუ მათაც თუ აქვთ ესეთი მოლოდინი, შესაბამისად ისინიც უფრო მკაცრად უყურებენ ყოველი სესხის გაცემას და იმათაც აქვთ რაღაცა ისეთი მოლოდინი, რომ შეძლებს თუ არა ეს ადამიანი 10 წლის შემდეგ ისევ ამ ხელფასის შენარჩუნებას და მუშაობას. ამის საპირწონედ რა გვაქვს რეალურად? ამ შემთხვევაში დეველოპერი გასცემს სესხს ბჭყალებში, ანუ შიდა განმადება ხო რეალურად სესხია, რომელსაც არა ბანკი გასცემს, არამედ დეველოპერი, უბრალოდ გადავადებულად ახდევინებს, რომელსაც კიდევ უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვს აღიქვას ის, რამდენად აქვს ამ ადამიანს გადახდის უნარი ან არა 10 წლის პერსპექტივაში. კი, დეველოპერი ამას იზღვევს იმით, რომ ბანკი თუ სესხს გასცემს და შემდეგ პირობითად ამ სესხის გაპრობლემების შემთხვევაში ჭირდება წლები, რომ ეს უძრავი ქონება თავის სახელზე გადმოიფორმოს, არ ვიცი, გამოსახლების პროცესი დაიწყოს თუ ასე შემდეგ, ანუ ძალიან დროში გაწერილი და პრობლემურია და რეალურად უკვე დღევანდელ დროში ეს პროცესები ძალიან შემცირებულია. დეველოპერს ეს რისკები არ აქვს. მას თუ არ გადაუხდის შიდა განმადებას ყიდველი დააჯარიმებს შემოტანილ თანხის ნაწილს დაუბრუნებს ნაწილით დააჯარიმებს და პირდაპირ იმ ბინას უკან წამოიღებს რაღაც ერთ დღეში. მას არ აქვს ეს რისკები, ამიტომ უფრო თამამად მიდის ამ გადაწყვეტილებაზე. და მას ასევე დეველოპერი ამას აფინანსებს თავისი საბანკო სესხით, რეალურად დეველოპერს ცხო სესხით აშენებს 10-დან 9 დეველოპერი. ამიტომ მას შედარებით უფრო იაფიანი კრედიტი აქვს, ვიდრე იმიტომ რომ მოსახლეობა აღებული კი? ერთი ადრე აქვს აღებული და მეორე ვალუტაში აქვს. ჩვენ ვიცით რომ ბანკებში დღესდღეობით ლარში გაცემული მოსახლეობა იღებს ლარში სესხს 12-13%-ში, დეველოპერი იღებს დოლარში 8-9%-ში. შესაბამისად შედარებით უფრო იაფი გამოსდის დეველოპერს. მყარი არის პირობებში, რა თქმა უნდა. კარგით,
გაყიდვების ნაწილს რო დაუბრუნდეთ და ფასების ნაწილს ჩვენ სანამ თქვენთან საუბარს დავიწყებდით თამარმაც გაგვაცნო როგორია რეალურად მშენებლობის ღირებულება და გასაგებია რომ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი რაც შესაძლოა რომ აწვირებდეს ბინებს დღევანდელობაში თუმცა მეორე მხრივ ასეთი შემცირებული მოთხოვნის პირობებში ფასების ასეთი ზრდა და თქვენ ძალიან საინტერესო ფრაზა თქვით დასაწყისში კარგი ფასები გვაქვს და მერე კარგი აქციები ანუ რეალურად აქციებით ხდება ფასდაკლება მანდამდე მივდივართ მივდივართ იქამდე რომ რეალურად დღესდღეობით აი ერთი და იგივე უბანი რო ავიღოთ და ერთი 5 წლის ინაშენებული корпуси და მეორე გვერდით შენდება ეხლა მიმდინარე მშენებლობა ხო ანუ 5 წლის ინაშენებულ корпуში უკვე აშენებულში ღირს იგივე ფასი რაც გვერდით მშენებარეში რომელიც იქნება 2 წელიწადში ჩაბარდება ეს корпуси ხო ანუ ჰაერი ღირს იგივე ფასი რომელიც უკვე აშენებულია დღესდღეობით ამ რეალობას ვაწყდებით ამიტომ ამას რო გაუწიოს კონკურენცია დეველოპერმა უნდა გააკეთოს ერთი პირველ რიგში აკეთებს გადახდის პირობებს მოქნილ გადახდის პირობებს უპროცენტო განვადებას რასაც ვეძახით ხოლმე ხშირად მაგრამ ნუ პროცენტი არის ჩადებული რეალურად ასახული ფასში ვიცით ეს ყველა ამით უპირისპირდება იმ არსებულ უძრავ ქონებას და კონკურენციაში შედის გადახდის პირობებით მეორე არის ზუსტად ის რაც თქვენ ახსენეთ აქციები ფასდაკლებები საჩუქრები და ასე შემდეგ ეს ფასდაკლებები და საჩუქრებიც რეალურად არის იმისთვის რომ ისევ და ისევ ბაზარი დაიბუსტოს და ამოძრავდეს ბაზარი და ტოტალური არ არის ეს ფასდაკლებები ანუ არც ერთი დეველოპერი არ აცხადებს 100 ბინა თუ გასაყიდე 100-ზე ერთდროულად ფასდაკლება შეიძლება აქციაში გამოიტანოს 5 ბინა 6 ბინა და ამით დაბუსტოს ბაზარი შეუწყოს ხელი ცოტა გამოცოცხლებას აი ესე ვართ ეხა დღესდღეობით ასეთ მდგომარეობაში და იმედი მაქვს რომ ეს აღარ გაგრძელდება დიდი ხანი, რაღაცა იქნება მოლოდინები უფრო შემცირდება და ადამიანებს გაუმყარდებათ იმის გრძნობა და იმის საიმედოობის განცდა, რომ 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგაც იქნებიან დასაქმებულები, არ გაუჭირდებათ სესხის გადახდა და თამამად შეძლებენ სესხის აღებას და ბინის ყიდვას. ანუ ეს მოლოდინია ბაზარზე, რეალურად დეველოპერების თვითონ მოლოდინების საინტერესოა თქვენ თუ გაქვთ მაგის აღქმა, იმიტომ რომ ეხლა მე გისმენთ და ძალიან საინტერესო შემთხვევა მქონდა მე პირადად მარტში მინდოდა ბინის ყიდვა, რომელიც კონკრეტული თანხა ღირდა. მარტში ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ ბანკმა არ მომცა სესხი, რომ მარტში მეყიდა ეს ბინა. მე რაღაც ტრანზაქციები განვახორციელე, მოკლედ ბევრი ვიწვალე და სექტემბერში დავუბრუნდი ისევ ამ ბინის საყიდვად. ნუ აი ამოჩემებულად ეს ბინა მინდოდა და დეველოპერმა მითხრა, რომ გაძვირებული აქვს თითქმის საკმაოდ მარტიდან სექტემბრამდე. ოღონდ ეს ბინა მარტიდან სექტემბრამდე არ გაყიდულა, ანუ ისე ვიდგა იქ. ჩვეულებრივად. შეიძლება სხვა ბინები გაიყიდა და ამიტომ. და ეს ბინა დამხდა გაძვირებული და როცა ვთხოვე, რომ იქნებ მარტში რა ფასადაც ვყიდულობდი, ისევ იმ ფასად მომცე. მითხრა, რომ არ მიღირსო, იმიტომ რომ მგონიაო, რომ ფასი უფრო მოიმატებსო და უფრო კარგ ფასად გავყიდიო და ესეთი მოლოდინი აქვს დეველოპერებს ეხლა აი ესეთ რისკიან ბაზარზე საინტერესო. მოლოდინები როგორც წესი დეველოპერები იქმნიან საკუთარი გაყიდვებიდან გამომდინარე, როგორც წესი. ანუ მე თუ გვაშენებ корпуს მაქვს 100 ბინა გასაყიდი, ყოველ მაგალითად გეგმა მაქვს, რომ ყოველ 20 ბინაზე, 20 ბინის გაყიდვაზე ვაძვირებ ფასს, არ ვიცი, თქვათ 10%-ით. პირობითად. ძირითადად ეს ხდება ეს დეველოპერის მიდგომა ესეთია ხოლმე. ამიტომ იმ კონკრეტული დეველოპერი არ ვიცი ვიზე საუბრობთ, მაგრამ შეიძლება მარტიდან სექტემბრამდე, ანუ შეასრულა თავისი მოლოდინი და თავისი გეგმა, გაყიდა რაღაც რაოდენობა, ამიტომ აწია ის ფასი, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში რო არაფერი არ გაეყიდა, ალბათ ესე ომახიანად ვერ შეგხვდებოდათ. ხო, მაგრამ ანუ ეგ რომც გაყიდო ბინები, ანუ მაინც მოლოდინი რო გაქვს, რომ ფასი აიწევს ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ ეხა ესეთ турბულენტური ბაზარია, ანუ რეალურად მაგ მოლოდინის რამე საფუძველი არსებობს, რომ ფასები კიდევ უფრო გაუმჯობესდება და გაიყიდება, რაც თავარია უფრო გაძვირებული ბინა, იმიტომ რომ მე მაგალითად პროგნოზად დავტოვე, რომ როგორც მარტიდან სექტემბრამდე არ გაყიდულა, ისე კიდევ ერთი არ გაიყიდება ის ბინა და დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეც იქნება, მაგრამ მეორე მხრივ ანუ აქვს ამას საფუძველი ამ მოლოდინს, ახლა თქვენ თქვით, რომ იმედი გვაქვს, რომ ადამიანები დაიწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ 5 წლის განმავლობაში მათ შემოსავალ საფრთხე არ შეექმნება, თუმცა მეორე მხრივ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ შეიძლება 5 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში დარჩებით თუ არა, ეგეც მაგაშიც არ იყო დარწმუნებული. აი, მაგიტომ მაინტერესებს ეს მოლოდინი რის საფუძველზე ხდება.
ნუ დეველოპერს აქვს ძირითადად მასალების მოლოდინზე, მასალების ფასებიდან გამომდინარე. ანუ ის ხო ნახულობს რომ 6 თვის წინ მან რო იყიდა, არ ვიცი, რკინა ბეტონი X თანხად და დღეს უკვე გაძვირებულია, ის უყურებს გვერდით ამ მშენებლობას, რომ ის რო დაიწყებს მეზობელი რო დაიწყებს მშენებლობას, მე ეს ძველფასში მაქვს მომარაგებული ეს რკინა ბეტონი პირობითად და ის რო დაიწყებს მშენებლობას, ის ჩემფას ვერ დაიჭერს აუცილებლად ზვირი მოუწევს იმას, იმიტომ რომ ის ახალი ფასით იყიდის უკვე ამ რკინა ბეტონს თუ მინა პაკეტს თუ ასე შემდეგ. ამიტომ ის ყველა ვარიანტში იქნება იმას ზვირი, ამიტომ მე რატო გავყიდო ეხლა იაფად დაველოდები და კონკურენციას მეც ფეხს აუწყობ. როგორც წესი, ესეც არის ხოლმე. ყველა დეველოპერი გარშემო იკვლევს სხვის მშენებლობას, ფასებზე, რა თქმა უნდა, ყველას ტკივა ერთნაირად, ამიტომ ჩემი აზრით ეს იყო მისი მოლოდინი, რა მოლოდინიც უქმნის ხოლმე ზოგადად რომ გაძვირდება, თორე ესე კვლევებს ნაკლებად მგონია თითოეულ ცალკეულ დეველოპერები ატარებდნენ და რაღაცა ისეთი სხვანა პროგნოზებს აკეთებდნენ. ან თქვენ როგორი პროგნოზი გაქვთ? რადგან ახსენეთ რომ მოლოდინი არის ასე თუ ისე დასტაბილურების, ვთქვათ, მომხმარებლებშიც და ბაზარზეც, რა ვადიან პერსპექტივაში ფიქრობთ რომ აი ეს უცნაური სიტუაცია რაც ახლა გვაქვს ბაზარზე, რომ იპოთეკური სასხები შემცირებულია, გაყიდვების სანაცვლოდ სტიმულირდება შეთავაზებებით, შიდა განვადებებით და ამით იცდილობს მოთხოვნის ახალისებას დეველოპერი, რეალურად რამდენ ხანს გასტანს ეს სიტუაცია, როგორ ფიქრობთ? რთული კითხვა, ნამდვილად. რეალურად მე მინდა რომ მალე გადაიაროს ამ ასე ვთქვათ ესეთმა სიტუაციამ და რაღაცა მოლოდინები გაუმჯობესდეს, იპოთეკური შესხები გაიავთეს, მარტივად გაიცეს, დაიბუსტოს ბაზარი და ასე შემდეგ. თუმცა ჯერჯერობით ხედავთ რომ თვიდან თვემდე ეს მდგომარეობა არ უმჯობესდება ამ მომენტისთვის, თუმცა ძალიან რთული სათქმელია რომ რა იქნება მომავალში და როგორ იქნება. ალბათ დეველოპერებიც უპასუხებენ რაღაცა გამოსავალს მოძებნიან და რაღაც თავისი პროდუქტებით, აქციებით ისევ ან რაღაცა შეიძლება დეველოპერებმა შემოიღონ მაგალითად როგორც სხვა ქვეყნებში არის ხოლმე უფრო გრძელვადიანი შიდა განვადებები არის ზოგიერთ ქვეყანაში მაგალითად ჩაბარების შემდგომ კიდევ 5 წლიანი განვადება ეძლევა მოსახლეობას, მაგალითად იგივე დუბაიში არის მსგავსი პროდუქტები, აქვთ სამშენებლო კომპანიებს და ამის ხარჯზე საკმაოდ კარგად ყიდიან ბინებს. იმიტომ რომ ეუბნებიან მოსახლეობას, რომ როცა ჩაგბარდება, შემდეგ გააქირავებ და იმითი გადაიხდი კიდევ 5 წელი გაქვს ჩაბარების შემდეგ, ბინის ჩაბარების შემდეგ შენ გრაფიკი. და მსგავსი რაღაცა შეთავაზებებით იბუსტება ბაზარი. იგივე ხდება არა მარტო ჩვენთან დუბაი ვიცით რომ ყვავის უძრავი ქონების ბაზარი, მაგრამ იქაც იგივე ხდება სხვადასხვა შეთავაზებების იფიქრებენ დეველოპერები კიდევ და კიდევ მოამატონ ეს გაყიდვები და დაბუსტონ, ხო? ამიტომ აქაც უსაფიქრებელია ეს დეველოპერების მხარეს რაღაც გარკვეული შეთავაზებები, რომ უფრო გაიოლდეს მოსახლეობის მხარეს, უფრო გაიაფთეს და გაიოლდეს. რაღაც პერიოდი მე ვფიქრობ რომ გაგრძელდება ეს რთული სათქმელია, რა პერიოდი იქნება, 3 თვე თუ 6 თვე თუ 1 წელი, თუმცა ნუ რაღაც პერიოდი ეს იქნება. ასევე დამოკიდებულია ამ პერიოდის გაგრძელება სხვა ქვეყნებიდან შემოსული მყიდველების მოთხოვნაზე. იმიტომ რომ ეხლა საკმაოდ კარგად წამოვიდა რაღაც პერიოდის წინ გვახსოვს ჩვენ ისრაელის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა, საკმაოდ კარგად დაბუსტა ბაზარი, რაღაც პროცენტულობით, ეს არ მახსოვს ზუსტად რა პროცენტი იყო გაყიდვებში, მაგრამ საკმაოდ კარგად მიეშველა გაყიდვებს. იგივე თუ მოხდება კიდევ სხვა ქვეყნების მოთხოვნა გაიხსნება, რა თქმა უნდა, ეს ბაზარს კიდევ უფრო გააძლიერებს. ნახოთ, დიდი მადლობა. მადლობა, საინტერესო იყო თქვენი მოსმენა. რემან ლაბარყავა, უძრავი ქონების ექსპერტი, საინვესტიციო კომპანია რეალტორის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი, საუბრობდით უძრავი ქონების ბაზარზე, მოლოდინებზე, ფასებთან და გაყიდვებთან მიმართებაში.